რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილი და ვაშა გადაცემა მოგესალმებათ. აუცილებლად გვიყურეთ. აუცილებლად გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. დღეიდან ბორიამ იცის რა არხი დაუტოვა Deep State-მა ურთიერთობისთვის. NATO. თუ რამე უნდა, ბრიუსელს უნდა უთხრას. ოღონდ არა ამას, ან ამას, ან ამას, არამედ ამას. ჩვენ გქონდა დისკუსია ნატოში და გადავწყვიტეთ შევინარჩუნოთ საქართველოსთან დიალოგის ფორმატი. ვიდრე გვეთქვა, არ მოგწონს და ვწყვეტთ ყველანაირ ურთიერთობას. წესით უნდა აჭყლოპინებული იყოს აკოცეთი. არიქა NATO არ ამბობს უარს ჩვენთან დიალოგზე და ეს ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგიაო, ან რაღაც მსგავსი. აჭყლოპინდებოდა კიდეც მარკ რუტეს რომ აქამდე ეს არ ეთქვა. საქართველოსთან დაკავშირებით მუდმივი კოორდინაცია გვაქვს ევროკავშირთან. რაც შეეხება ნატოს საქართველოს ურთიერთობებს, ფიქრობ რომ ამ ურთიერთობების გაგრძელებას აზრი აქვს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ბოლო მოვლენებიც. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ საქართველოს დაუბრუნდეს პროევროპულ გზას და მომავალზე ორიენტაცია შეინარჩუნოს. მათ შორის დაადგეს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის გზას, რაშიც ახლა სერიოზული პრობლემები არსებობს. ეგ კი ნამდვილად აღარ იყო ის, რის მოსმენაც ბორია რუსს გაუხარდებოდა. ევროკავშირი კაის რას ეტყვის ნატოს ის რომ ჭუას დაეკითხება. წვრილად ჩაუკაკლავენ. მაგრუსმა ციხეში ჩაყარა ყველა ვინც კი ტროტუარზე გაიარაო, მოკლა არჩევნები და სასამართლო, გაასადისტა სამართალდამცავები, ქიმიური იარაღი დაწყმლა საკუთარი მოქალაქეები, ყველას გვაგინა ვინც კი ბელარუსის დასავლეთით გნახა, ორბანის გარდაო. აკრძალა ყველა პარტია, ყველა სამოქალაქო ორგანიზაცია გააუქმა და მედია დახურაო. ვინც დარჩა აწი დაიჭერს, გააუქმებს და დახურავსო. ხან კიცივცადეთ, ხან კიცმაცური და არაფერი ჭრის. მაინც ჩელიაბინსკში მიერეკება ამ თავის ქვეყანასო. ამას ეტყვის ევროკავშირი და კიდევ ბევრ მწარე რამეს დაუმატებს. და მერე ნატო რომ დიალოგისთვის მოტრიალდება. რაღაც ეტყვის პროჭორულს. კარგს არაფერს ეგეც თავისთავად. კარგს უკვე არ ამბობს, ვერ ამბობს. გენერალური მდივნის წლიურ ანგარიში, რომელიც ახლა პირადად წარადგინა საქართველოს არაა დასახელებული გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორის. საერთოდ. უბრალოდ ერთი სახელმწიფოა, რომელიც გაერთიანებულია რაღაც სამხრეთ კავკასიის ქვეთავში და რომლის ამბის თხრობაც ასე იწყება. მოკავშირეებმა განიხილეს ნატოს ურთიერთობა საქართველოსთან 2024 წლის არჩევნებისა და შემდგომი მოვლენების ჭრილში. შედეგად ნატო საქართველოს თანამშრომლობის ელემენტები გადაიხედა, მათ შორის არსებითი პაკეტის ზოგიერთი ასპექტი. ამას რომ გეტყვიან, კახა კალაძე ან ირმა ზავრადაშვილი უნდა იყო გამოხვიდე და ხმამაღლა თქვა რომ ყველაფერი კარგადაა. აგერ შარშან სწავლება ჩავატარეთო. 2024 წლის არჩევნებისა და შემდგომი მოვლენების ჭრილში რამის გადახედვა ნიშნავს, რომ ნატომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობაში პირველ ადგილზე დემოკრატია დააყენა მაინც, რასაც მთელი ეს ალიანსი ეფუძნება უკვე ლამის 80 წელია. ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია საქართველოსაც მოსთხოვა. საქართველოს კი რით უპასუხა. ამ ძალებს ახლა ვინაყეფებს ძალიან კარგად ვიცით ეგეც. გონიერი ხალხია ბრიუსელშიც. პირველები არასოდეს იტყვიან ყველანაირ ურთიერთობას წყვეთ თქვენთანო. ბოლომდე იძახებენ დიალოგიო რომ დააყენონ კოცის ზღვართან. აღარაფერი აღარ მინდა, არანაირ ინტეგრაციას აღარ ვაპირებ, გამიშვი ჩემს საყვარელ ჩელიაბინსკსა და ოდეკაბეში. ნატოს აქვს დაბადების დღე. რგვალი არა. 4 აპრილს 77 წლის გახდა. დიდად არ უყვარს ხოლმე აღნიშნო 10 წალია მაინც და მაინც, მაგრამ ერთ ტორტს და შამპანიურს კი იმსახურებს. ამ სუფრიდანაც მათ შორის. ახლა 77 წლის შეჯამებას ვინ დაიწყებს, ან ვინ მოусმენს თავიდან რომ ჩამოყვეთ. თავარია რომ ნატო არის და რაც უნდა გიბურღონ ტვინ და გირეცხონ დიდმა სტრატეგოსებმა, ნანა კაკაბაძე დაწყებული ვიდრე მაშა ზახაროვამდე. არათუ მოქმედი მანქანაა, არამედ მუდმივ მოდერნიზაციას განიცდის. ნატო არ ჩერდება. ამითაა დასაფასებელი პირველ რიგში. იმიტომ რომ მისი გაჩერება და სიკვდილი ერთი იქნება. ან საერთოდ ვინ გააჩერებს? გაიცანით კაცი, ვინც 77 წლის ალიანსს ახალგაზრდობას უნარჩუნებს და მუდმივად ფორმაში ამყოფებს. ეს და თავისი მანიაკალური ქვეყანა რომ არა, იქნებ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დიდი ხნის ჩაბარებული ყოფილიყო პატრონს. როგორც ვარშავის ბლოკი ჩაბარდა 35 წლის წინ, რა ვიცი, სამყაროს აზანზარებდა, დღეს კი ძველი პროფესორების გარდა მგონი არავის ახსოვს.
ნატო ამ დროს უმატებს და უმატებს. წლიდან წლამდე მეტი და მეტი წევრი ქვეყანა, მეტი სწავლება, მეტი ტექნიკა, მეტი რეგიონი, მეტი ჯარისკაცი და მეტი ფული, რასაც წევრები ახლა თავდაცვაზე ხარჯავენ. 2025 წელს პირველად ალიანსის ყველა ქვეყნის თავდაცვითმა ბიუჯეტმა მიაღწია 2%-ს. როგორც იქნა? დაგვიანებით, მაგრამ ამაზეც მადლობა. უკრაინის ომი რომ არა, ალბათ ამასაც არიზამდნენ. საერთო ჯამში 32 ქვეყნის ერთობლივი ხარჯი $1.4 ტრილიონ. 100 მილიარდით მეტი ვიდრე წინა წელს. და ლომის წილი ისევ ამერიკაზე მოდის. ეს იცის ტრამპმა და ამას აპროტესტებს სულ. შეერთებული შტატების წილი ნატოში 60%-მდეა. დანარჩენს ფარავს დანარჩენი 31 ქვეყანა. კი, შეერთებული შტატები მოსახლეობითაც ყველაზე დიდია, ეკონომიკითაც და არმიითაც. აი, მთლიან შიდა პროდუქტთან შეფარდებით კი, მისი თავდაცვითი ეკონომიკა უფრო მოგრძალებულია ვიდრე 4 ევროპული სახელმწიფოსი. პოლონეთისა, რომლის სამხედრო ხარჯის 4.3%-ია, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის. ამერიკა მხოლოდ ამათ შემდეგაა, მეხუთე. მთლიანი შიდა პროდუქტის 3.19%-ით. ამ მშპ-ს 2%-ის მიღწევას ფოიერვერკით არავინ ხვდება. ნატოს უკვე აქვს დადგენილი, რომ 10 წელიწადში 5%-მდე უნდა ავიდეს და რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უკვე ჩამოთვლილი ევროპელები ამას უკვე 2026-ში აპირებენ. აქედან 3.5% უშუალოდ ჯარზე წავა. 1.5% კი ფართო გაგებით თავდაცვაზე, მაგალითად კიბერუსაფრთხოებაზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და რაღაც სხვა. ცხოვრება აქვთ ასეთი. რუსეთთან საზღვარი რომ აქვთ, აიძულებთ, რომ არ მოდუნდნენ და იცით რა მიუთითებს ნატოს სიცოცხლის უნარიანობაზე ყველაზე მეტად. ის რასაც რუსები და პროჭორილელები, ანუ ქართველი რუსები მის უდიდეს საფრთხე და სისუსტეთ ასახელებენ. ეს არის მუდმივი დისკუსია ალიანსის შიგნით. ასე ვთქვა თუ ისე, ასე ვიომო თუ ისე, ასე მოემზადო თუ ისე. დიახ, ესაა ნებისმიერი ალიანსის ყველაზე დიდი ძალა, როდესაც სიტყვა ეთქმის ყველას. ყველას აზრს აქვს მნიშვნელობა და წონა და მუდმივად გიწევს ზრუნვა საერთო ენის საპოვნელად ყველასთან. ეგ რუსებო და ქართველ რუსებო დემოკრატიული სახელმწიფოსა და თავისუფალი საზოგადოებების ნიშანია. ოღონდ, თქვენ მაგას ვერასოდეს გაიგებთ. თავისუფლების ჰაერის ჩასასუნთქად ფილტვი გაკლიათ. ფილტვი. ახლა ხომ კოუჩებია მოდაში. ცხოვრებას რომ გასწავლიან. რა უნდა ქნა, როგორ, როდის. მგონი ერთ-ერთი ძვირადღირებული პროფესია, ახლა საიდუმლოებით მოცული. ისეთი ცოდნა აქვთ, რომ სხვათათვის დამალულია. და გააჩნია რამდენს გადაიხდი, თანხის შესაბამის ცოდნის ოდენობას გაგიზიარებს. კოუჩი შენ უნდა გყავდეს, პერსონალური. ყველას ვერენდობი, იმიტომ რომ აი მამაოსავითაა. ახსარებას ყველას ვერ ჩააბარებ. ძალიან პირადულია, ინტიმური. მაგრამ ვიღაცას უმართლებს და უფასო კოუჩი გამოუჩნდა. ასე გაუმართლა გიორგი ვაშაძეს. უფასო კოუჩი ყავს ახლა. და მე როგორი, რა ბიჭი, აი ავთვალს არ ენახება, რა ინტელექტით, რა განათლებით, რა სიტყვა პასუხით, რა მიხვრამოხრით, რა შუბლით, რა უცხოენებით, რა სივით და რა თანამდებობით. ყველა მადლს რომ ერთ კაცს დააბერტყავს განგება, ყველა სიკეთე რომ ერთ კაცში განსხეულდება აი ისეთი. ვაშაძის პირადი კოუჩი დღეიდან პირადად შალვა პაპუაშვილია. პირადი კოუჩიც, პირადი ასტროლოგიცა და გულის მესაიდუმლეც. გუში ვისმენთ ბატონ ვაშაძესგან 3 რო არიან, აღარ მახსოვს რომელი იყო, პატიოსანიო, პროფესიონალიო, კიდე რაღაცა პატრიოტიო, ნუ არ ვიცი. პუთი დაწყებულ სიტყვებს ნუ გაეთამაშებიან, შეიძლება სხვა სიტყვებიც მოყვეს შემდეგ ამ რიგში. აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევა. ისეთი კაცისგან მოდის, გინდა თუ არა უნდა დაუჯერო. თვით პაპუაშვილისგან. არა, აპუაშვილისგან, რა კი პს წარმოთქმა ვაშაძეს აეკრძალა. ამიერიდან გიორგი ვაშაძეს მუდამ უნდა ახსოვდეს შალვა აპუაშვილის დარიგება. პარლამენტის, ბოდიში, პარლამენტის სპიკერისა და ერთი გამორჩეული პროჭორილელის, ბოდიში, როჭორილელისა, რომ აღარ უნდა გამოიყენოს კონკრეტული სიტყვები. იმიტომ რომ ამან მერე შეიძლება არასასურველი პროცესების როვოცირება გამოიწვიოს და პოლიტიკური კრიზისისკენ უბიძგოს ქვეყანას. სწორია, ასეთი მოწოდებებით უნდა გამოდიოდნენ საუკეთესო სპიკერები და არტიული ლიდერები, რომლებიც გრძნობენ ასუხისმგებლობას. ესაა ახლა უმთავრესი პრიორიტეტი და საუკეთესო პერსპექტივა, რომელსაც ბორიასა და პუტინზე კარგად მორგებული ეს რობკა, ეს კაცის პროვოკაცია გვასწავლის. მხოლოდ ფაქტი. თბილისში ჩამოვიდა იგორ დოდონი, მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტი. რამეს ხომ არ ვამატებ პროჭორილებო, რამეს ხომ არ გიგონებთ, რამეს ზედმეც ხომ არ გაბრალებთ. არა, ძალიან კარგი. მაშასე დოდონი თბილისშია. ჩამოსვლის ოფიციალური მიზეზია საქართველოს-მოლდოვა საპარლამენტო სამეგობრო ჯგუფის სამუშაო ვიზიტი. დოდონი ამ ჯგუფის წევრი ყოფილა. თავმჯდომარე კი არის ბატონი ტირდია.
ჯგუფში შედიან ბატონი ბურდუა, ბატონი კოსტიუკი და ქალბატონი ურსუ. ჯგუფს ხავს თავისი კუდის ამწევიც, თანაშემწე და ჟურნალისტთა წარმოდგენილი ქალბატონი დუკა. ჯერ 2-20 სიტყვა სხვებზე. ბოგდან ტირდია მამალი მოლდოველი რუსია, აი პრორუსი. პეტრე ბურდუა ასევე რუსია, პრორუსი, რომელიც პუტინთან დაახლოებას მოლდოვასთვის სულ ტრადიციული ენერგომატარებლებით ხსნის, იაფით. ვასილი კოსტიუკი პოპულისტია. ოლგა ორსუკი წარმოადგენს პარტიას ალტერნატიული მოძრაობა, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 2022 წელს სანქციები მიარჭო ფსბ-სთან და კრემლთან კავშირის გამო. აი, ასეთი აჯაფსანდალი ჩამოიყვანეს თბილისში პროჭორილელებმა. მაგრამ აი, მთავარი ფიგურა, მაინც რა თქმა უნდა დოდონია. ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც მგონი 9 მაისის პარადი არ გაუცდენია, რომ პუტინის გვერდით არ მდგარიყო. დოდონი იყო და რჩება რუსების ერთ უმთავრეს საყრდენად მოლდოვაში, რომლის ევროკავშირის კანდიდატობიდან გამოგლეჯასაც ყველანაირად ცდილობს. უცნაურია, მაგრამ ჯგუფში არ შედის არც ერთი ნამდვილად პროევროპელი პოლიტიკოსი. 2024 წლამდე საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფს მოლდოვაში მიხაილ ოპშოი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ის ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერია ქვეყნის და დარჩა ბურთი და მოედანი და მთელი ჯგუფი პუტინის თოჯინებს. საქართველოში მოლდოველი რუსების ჯგუფს მასპინძლობს და რესტორნებსა და აბანოებში დაატარებს ისკო დასენი. მოლდოვასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი საქართველოს პარლამენტად წოდებულ შენობაში. დასენი სამგზის პარლამენტარია და მოლდოვას საპატიო კონსული ყოფილა საქართველოში. ეს არის თანამდებობა, რომელსაც ასეთი ტიპაჟები იოლად ყიდულობენ ხოლმე დიპლომატიური იმუნიტეტისთვის. ახლა დეტალებში აღარ მოვყვები მისი ოჯახური ბიზნესისა და შვილის კნიაზ დასენის, ხო, ასე ქვია, კნიაზი. მათ ბრალდებებზე თაღლითობის შესახებ. გაცილებით უფრო საყურადღებოა, რომ იარეს პროჭორილელებმა და ევროპის კარტთან ჩვენზე გაცილებით ახლოს მდგომი მოლდოვადან მაინც და მაინც აი ეს ხარახურა ჩამოზიდეს. ისინი არა ვინც ევროპულ ინტეგრაციას უჭერს ხარს, არა. აი მაუზოლეუმის ტრიბუნაზე მდგომი კომუნისტები და მათი ანასხლეტები. სულმა-სული იგრძნო, სხეულმაც ალბათ. დოდონი ისაა, ვინც ბორია რუსს საქართველოში უნდა ჩამოდიოდეს ზუსტად, მაგრამ სია დიდია კიდევ ქოცნოდა, შემიძლია მათ შევსებაში დაგეხმაროთ. სხვა თქვენთან აღარავენ მოდის და შეგიძლიათ აწი დაპატიჟოთ მაგალითად ბაშარ ასადი. ეგეც მაგარი ზმაკაცია პუტინის. ვიქტორ იანუკოვიჩი, ბევრ საინტერესოს მოგიყვებიან. რა დახმარება და გატანა იცის ვლადიმერ ვლადიმიროვიჩმა, როცა გიჭირს. მერე იგორ არდა გავიწყდეთ გიორგაძე და ბევრი კიდევ სხვა. მიიღე, დააპურე, ჩაეხუტეთ და ვინც თქვენზე ამიერიდან თქვას, რაც უნდა ქნან, ეგენი მაინც ხო დოდოყლები არიანო, შეგიძლიათ შეუსწოროთ. დოდო კი არა, დოდონ ხები ვართო. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню очень гадаться.